ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხორცპროდუქტების სამი იმპორტიორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა უწყების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულების მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5,773 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები. ისინი ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ იხდიდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადახდას. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საერთო ჯამში აღნიშნულმა პირებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 925,442 ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ხორცპროდუქტების იმპორტიორთა ჯგუფის წევრები, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი. კერძოდ, ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე 2013-2015 წლებში შემოიტანეს 5,770,000 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები. შემდგომში კი ბოროტად გამოიყენეს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული საშეღავათო პერიოდი და არ გადაიხადეს იმპორტისას დარიცხული გადასახადები. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 1,000,000 ლარამდე ოდენობის ზიანი.